გაგრძელება იქნება. რუსეთის სანქტ-პეტერბურგი, სადაც ვლადიმირ პუტინის ეკონომიკური ფორუმი გრძელდება, კვლავ უკრაინული დრონების თავდასხმის ობიექტი გახდა. ამით უკრაინულმა უპილოტოებმა დაარტყეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის არსენალებსა და ბაზას კრონშტადტში, ასევე ნავთობაზას კუბანში, მაგრამ არა მხოლოდ. საერთო ჯამში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ათეულობით ობიექტი რუსეთში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და რაც თავარია, ეს თავდასხმები დაემთხვა ვლადიმირ ზელენსკის გაფრთხილებას. ახლა კი გასაგებია რისთვისაც. ზელენსკიმ ღიად მიმართა ვლადიმირ პუტინს მშვიდობის წინადადებით. პუტინის პირად შეხვედრაზე უარის შემდეგვე ზელენსკიმ გამოაცხადა მასიური თავდასხმების ტალღა რუსეთში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა დაკარგა ბოლო შანსი. დაესრულებინა ეს ომი რუსეთისთვის მასშტაბური შედეგების გარეშე. და აი მაშინვე რუსეთში უპილოტოები და რაკეტები გაფრინდა. მაგრამ ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ უკრაინა მართლაც მოამზადა რამდენიმე ტალღა ნამდვილი მასიური თავდასხმებისა რუსეთზე. გარდა ამისა, ოკუპირებულ ყირიმში რეალურად დაიწყო კოლაფსი. უკრაინულმა დრონებმა ფაქტობრივად ცეცხლის კონტროლის ქვეშ აიყვანეს ოკუპანტების მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მარშრუტი ოკუპირებულ სამხრეთში. ეს არის გზა მელიტოპოლიდან ყირიმში ჩანგარის გავლით. და ფაქტობრივად ყირიმი ბლოკადაში აღმოჩნდა. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, ვთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. და გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პეჩი ნიუსი. მული აღწერაშია ამ ვიდეოს ქვეშ. ბაშასე, 6 ივნისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის არსენალებს და ბაზას კრონშტადტში. ასევე ნავთობაზას კუბანზე. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. გუშინ ღამით ჩვენი დრონები დაახლოებით 1000 კილომეტრი დაფარეს პეტერბურგის რეგიონისკენ, მტრის სამხედრო-საზღვაო ფლოტის არსენალებამდე და ბაზამდე კრონშტადტში. ასევე ჩვენი შორმანძილზე მოქმედი დარტყმები დაახლოებით 500 კილომეტრი დაფარეს კრასნოდარის რეგიონში და დაარტყეს ნავთობაზას. თავდასხმა არის შეიარაღებული ძალების, სპუს და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ერთობლივი მუშაობის შედეგი. დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე ხორციელდება, რადგან რუსეთის ხელმძღვანელს სურს ომი, ამიტომ უკრაინული სანქციები მოქმედებს ამ აგრესიის გამო. რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ომი და შეწყვიტოს ადამიანების სიცოცხლეზე თავდასხმები. ნებისმიერი უსამართლობის მმართველობა და უკრაინას ექნება სამართლიანი პასუხი. მადლობა ჩვენს მებრძოლებს სიზუსტისთვის. აქ კი სანამ დეტალურად განვიხილავ ამ თავდასხმების ყველა შედეგს, მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო უკრაინის პრეზიდენტის რიტორიკას. გუშინ საღამოს 5 ივნისს, მაშინვე მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ღია წერილს ომის დასრულებისა და პირადად შეხვედრის წინადადებით, ზელენსკიმ განაცხადა, ციტატა: სამწუხაროდ რუსეთის მხარე ისევ ირჩევს ომს. ყველა მოისმინა დრევანდელი პასუხი, სუსტი პასუხი. მას უბრალოდ არ სურს ომის დასრულება. პუტინს არ უნდა არაფერი შეცვალოს და აღიაროს, რომ ომი მხოლოდ მას და მის გარემოცვას აძლევს სარგებელს, რომელიც მისგან ფულს იღებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უნდა შეუმცირდეს ფული, ხოლო ზეწოლა რუსეთზე უნდა გაიზარდოს. და მაშინ ვლადიმირ ზელენსკიმ რა გააკეთა? გამოაცხადა ახალი დარტყმები რუსეთის წინააღმდეგ. თითქოს ჩვენ უკრაინამ რუსეთს მშვიდობა შევთავაზეთ. ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრა. რუსეთმა უარი თქვა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა კიდევ უფრო გააძლიერებს თავის შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე და უბრალოდ გაანადგურებს რუსეთის ნავთობის ლოგისტიკას, რათა მათ ფული ვერ იშოვა. გარდა ამისა, დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დიქტატორმა პუტინმა ხელიდან გაუშვა ბოლო შანსი, რათა მისთვის წარუმატებელი ომიდან გამოსულიყო. სიბიგას თქმით, პუტინის უარი ცუდი ამბავია რუსებისთვის, რადგან რუსეთისთვის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. ბრძოლის ველზე დანაკარგები გაიზრდება. წარუმატებლობები კიდევ უფრო დამამცირებელი გახლი გახდება. ეკონომიკა კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობა რეცესიაში. მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგება, გადასახადები გაიზრდება, ხოლო ინფლაცია ყველაზე მოწყვლად ფენებს დაარტყამს. რუსეთის ფედერაციაში უკვე აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილები, რომლებიც შეიძლება დაცული იყოს უკრაინის ხანგრძლივი დარტყმებისგან. საუბარია დარტყმებზე. ამიერიდან თავდასხმების ინტენსივობა ზრდას გააგრძელებს. ამიტომ ეხლა უფრო მეტად აშკარაა, რატომ გამოაქვეყნა ზელენსკიმ ეს ღია წერილი. ეს არის წერილი პუტინს, მშვიდობისკენ მოწოდებით. ეხლა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ფაქტობრივად უარი თქვა დიალოგზე, მან პირდაპირ თქვა, შეხვედრა არ მინდა. მე მინდა დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, მიზნების სამხედრო გზით მიღწევა და ასე შემდეგ. პუტინის ამ უარის შემდეგ უკრაინა იღებს სრულ კარტ ბლანშს მასიურ შეტევებზე მთელი რუსეთის მასშტაბით.
და თუ რუსები ამ შეტევებით უკმაყოფილონი არიან, ეხლა ისინი შესანიშნავად იციან, ვინ უარი თქვა მშვიდობაზე. ეს ვლადიმირ პუტინია. აი ესეთი მრავალსულიანი კომბინაცია. ეხლა კი გადავიდეთ ღამის შეტევის შედეგებზე. დადასტურებულია მინიმუმ 7 ობიექტის დაზიანება, პლუს დაიწვა ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. და ეს მხოლოდ ისაა, რაც დადასტურდა. და ის, რასაც შემდეგ ვიტყვი, არ ითვალისწინებს ქვესადგურებს და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან ობიექტებს. შეტევის მთავარი მიზანი იყო ლენინგრადის ოლქი. 6 ივნისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული დათქვამის სერია მიაყენეს ობიექტებს, სადაც საბრძოლო მასალა ინახება. მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის გემების შეკეთება და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა ბალტიის ზღვაში. დარტყმები განხორციელდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის 15 არსენალზე ლენინგრადის ოლქში, კრონშტადტის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე. სბუში აღნიშნეს, ციტატა: მსგავსი სპეციალური ოპერაციები ასუსტებს მოწინააღმდეგის ბალტიის ფლოტს. დაზიანებული ობიექტები გამოიყენება საბრძოლო მასალის შესანახად, გემების შეკეთებისა და საბრძოლო მოქმედებების უზრუნველსაყოფად. მათი მწყობრიდან გამოყვანა ართულებს მოწინააღმდეგის ლოგისტიკას, ამცირებს ფლოტის საბრძოლო მზადყოფნას და ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს ბალტიის რეგიონში მოქმედებისთვის. გარდა ამისა, დაზიანდა პეტერგოფსკის ნავთობაზა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ლომონოსოვში, ლენინგრადის ოლქში. კერძოდ დაფიქსირდა მოხვედრა, აფეთქება და ხანძარი ობიექტზე. ასევე განხორციელდა დარტყმა ნესტეს ნავთობის ტერმინალზე, ქალაქ ლომონოსოვში, ლენინგრადის ოლქში, ტერმინალი იწვის. ამასთან დაზიანდა სარაკეტო შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ქონების საცავის არსენალი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრში, უკეთ დიდი იჟორა, ლენინგრადის ოლქში. ობიექტზე ისმის აფეთქებები დაფიქსირდა მეორეული დეტონაცია და ხანძარი. მოკლედ, საწყობები რელსები იწვის საბრძოლო მასალებთან ერთად, იქ ყველაფერი განუწყვეტლივ ფეთქდება. აი მინა, ყველაფერი ირხევა, მოკლედ, მოძრაობენ. ამავე დროს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმა მიაყენეს ნავთობაზას უსტ-ლაბინსკში, კრასნოდარის მხარეში. SBU-ს მონაცემებით აფეთქებების სერიის შემდეგ იქ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა მინიმუმ 3 ნავთობპროდუქტების რეზერვუარი მოიცვა. სუბტიტრები დაამატა კლიმატურზოგმა. და ეს სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია კუბანზე, ხას უსვამ უკრაინულ კუბანზე. იმიტომ რომ სწორედ ეს ნავთობაზა, რომელზეც იერში მიიტანეს, წარმოადგენს მნიშვნელოვან ზურგის კვანძს საწვავის შესანახად და მიწოდებისთვის რუსეთის ჯარებისთვის სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე. და ეს კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. იმიტომ რომ დღესე უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-3 ცალკეული პოლკის სარდლობამ, რომელიც თავად სვიატოსლავ ხორობოროვის სახელობისთვის, განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონებმა ფაქტიკურ საცეცხლე კონტროლქვეშ მოაქციეს ოკუპანტების მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მარშრუტი ოკუპირებულ სამხრეთში. ეს არის გზა მელიტოპოლიდან კირიმში. ანუ ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ჩანგარით ოკუპირებულ კირიმში ლოგისტიკა სრულად გადაკეტილია. ეს ნიშნავს, რომ კირიმი რეალურად ნახევრად ბლოკადაშია, მათ მხოლოდ ყირიმის ხიდი რჩებათ. სხვათა შორის ამ ხიდზეც შეიძლება დარტყმა. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.